სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ქრისტიანებმა გამოცდილებით უნდა ვიცოდეთ, რომ თუ რამე სიკეთე გვაქვს, ეს სიკეთე გვაქვს ღვთისგან, ყველაფრით დაწყებული სიცოცხლით, რომ ვარსებობთ და ყველა იმ ნიჭით, რაც გვაქვს როგორც ადამიანებს და ამავე დროს როგორც ქრისტიანებს. ყველა ეს ნიჭები რწმენის ჩათვლით და სარწმუნოებრივი ცხოვრების დროს იმ განსაცვიფრებელი წყალობებით, რომელსაც ღმერთის ჩვენში მყოფობის განცდა ქვია. ყველაფერი ეს არის ღვთისგან. თუმცა პერიოდულად ამას ვივიწყებთ, იმიტომ რომ ადამიანი იმყოფება რა ამ სამყაროში და არის რა გონიერი არსება, მიდრეკილია შემეცნებისკენს და რაც ეიოლება დასანახავად იმას ხედავს, რაც ეიოლება რომ შეიგრძნოს, იმას შეიგრძნობს, რაც ეიოლება რომ შეეხოს, იმას ეხება. ამიტომაც ძირითადად ეს ადამიანი ხშირად კმაყოფილდება იმით, რასაც ამ სამყაროში ხედავს, განიცდის, აღიქვავს და ცდილობს, რომ ბედნიერებაც აქ იპოვოს. თუმცა ეს თითოეული ადამიანის ცალკე ბრალეულობა არ არის მხოლოდ, არამედ ეს პირველ რიგში ჩვენი დაავადებული ბუნების ბრალია. ადამი გახდა ასეთი, ან ასეთი არჩევანი გააკეთა, რომ მოქმედებით და გარე მატერიის დახმარებით მიაღწია სრულყოფილებისათვის, იცით ხო, რომ ნაყოფის მოწყვეტა ეგონა თქვა სრულყოფილების საშუალება. და ეს დაავადება გადმოსულია ჩვენში, გარდა ამისა ჩვენც არ ვაკლებთ ჩვენი პიროვნული არჩევანით, თან გვეიოლება ასე და ამგვარად, ხოლო ის მიღმიერ სამყაროში მყოფობა გვიჭირს, იმიტომ რომ ასე ადვილად ვერ აღვიქვავთ, იმიტომ რომ ჩვენსა და მიღმიერ სამყაროს შორის უპირველეს ყოვლისა ჩვენი დაცემული ბუნება არის, რომელიც ხელს გვიშლის მასთან კომუნიკაციას, ჩვენი ტყავის სამოსელია, ჩვენი დემონურ ნებასთან თანხვედრაში ნებელობა არის, თავისი ეგოიზმით, პატიმოყვარეობით და საბოლოო ჯამში ვღებულობთ იმას, ასაც ვღებულობთ, რომ თვით რელიგიურ ცხოვრებაში, თვით ქრისტიანებიც კი, გარეგანი ცხოვრებით ვიწყებთ ცხოვრებას, ხოლო თუ ეს გარეგანი ცხოვრება, რომელიც არსებობს, იმიტომ რომ ადამიანი მარტო შინაგანი ცხოვრებით ვერ იცხოვრებს, ის გარეგანიც არის. გარდა ამის ადამიანს სულის გარდა ხორციც აქვს, რომელიც მარადიულობაშიც ექნება, მარტო აქ არ ექნება ხორცი, მარადიულობაშიც ექნება, როგორ ის ხორცი რას ნიშნავს, როგორი იქნება, ჩვენ ეს არ ვიცით, ჩვენ ვიცით ესეთი ხორცი. ჩვენ არც მარადისობა არ ვიცით, კაცმორო თქვა, ჩვენ ვიცით დროში არსებობა. რა არის მარადისობა, არ ვიცით. სული რა არის ბოლომდე არ ვიცით. მარადისობაში მყოფი ხორცი და მარადისობაში მყოფი მატერია რა არის არ ვიცით. ხო? არ ვიცით. ნუ წმინდა წერილი გვეუბნება, რომ ეს ახალი ქმნილებაა, მაგრამ რას ნიშნავს, როგორ ჩვენ ეს არ ვიცით. უბრალოდ გვწამს და ვიცით, რომ ეს ასე იქნება. გვწამს იმიტომ, რომ ქრისტეს ღმერთობის გვწამს და ქრისტეს ღმერთობისგან გამომდინარე, მე ყველაფერი მისი ნათქვამი გვწამს. გარდა ამისა, პერიოდულად უფალი გვანუგეშებს გარკვეული გამოცდილებით, რომელიც გვიდასტურებს ჩვენი რწმენას, რომელიც რწმენაც ჩვენ გვაქვს გამოცხადებით, თუნდაც იგივე წმინდა წერილი და ეკლესიის 2000-ლოვანი გამოცდილებით. მაგრამ ეს პრობლემა, რომ გარეთა ცხოვრება გვეიოლება და ადამიანი ხო ზარმაციც არის ყველაფერთან ერთად და სიზარმაცე რას ნიშნავს, რომ რაც შეიძლება იოლად მივახციო ჩემს საკეთებელს და რა არის ჩემი საკეთებელი რელიგიაში, როგორ ფიქრობს ადამიანი უმრავლესობა და მათ შორის სამწუხაროდ ჩვენც ბედნიერება. სწორია. ოღონდ ამ ბედნიერებასთან მისასვლელი გზა ისეთი არ არის, როგორც შეიძლება ჩვენ გვეგონოს, იმიტომ რომ ეს ბედნიერება, რამე ნივთი კი არ არის, რომელსაც მიხვალ და აიღებ. ეს ბედნიერება თავად ცოცხალი ღმერთია, რომელამდეც უნდა მიხვიდე და მიხვალ მხოლოდ მაშინ თუ მისნაირი იქნები. აი მისნაირი რომ გახდე, ამიტომ არის ეს გზა ვიწრო და ეკლიანი. და ამიტომ არის კარე, რომლითაც ღმერთში, ანუ სასუფეველში შედიხარ, ვიწრო, რომელსაც ბევრი ეძებენ და ცოტა პოულობენ. და შესაბამისად ის რაც რთულია, ჩანაცვლებული და ზარმაცია პლუს ადამიანი, ჩანაცვლებული ხდება იოლით და იოლი ეს არის გარეგანი რელიგიური ცხოვრება, რომელიც ადამიანს აყალიბებს ფარისევლად. აი დღესაც მათეს სახარებაში კიდევ ერთხელ აი შოლტივით არის რა, წკეპლასავით არის ეს უფლის სიტყვები, ყველასთვის განსაკუთრებულად სასულიერო პირებისთვის, ჩვენთვის, ჩემთვის პირადად
და საერთოდ ყველასთვის, იმიტომ რომ ყველა ქრისტიანი სამეფო და სამღვდელო დასია, როგორც წმინდა წერილი გვასწავლის იცით, სამეფო რას ნიშნავს? რომ მეფიშვილები ვართ ყველა ერისკაცებით, სამღვდელო რას ნიშნავს? თითოეულ ადამიანს ერისკაცს თავისი ღვთისმსახურება აქვს თავის თავში. გონებით გულში აღსრულებული. ვისაც ეს სახურება თავის თავში არ აქვს, ის ვერ ხდება ჯანსაღი უჯრედი მთლიანი ორგანიზმისა, რომელსაც ეკლესია ქვია. ჩვენ ეკლესიის ორგანიზმის უჯრედები ვართ და ორგანიზმი ცოცხალი უნდა იყოს, მაგრამ ის უჯრედიც ცოცხალი უნდა იყოს. სხეული ჯამთელი უნდა იყოს, მაგრამ თითოეული მისი ნაწილი ჯამთელი უნდა იყოს. ხო სწორია? აი ეს მდგომარეობა და ჯამთელი რომ იყოს, უჯრედი ცოცხალი რომ იყოს, ის უნდა იყოს ტაძარი ღვთისა, თითოეული ადამიანი, როგორც პავლე მოციქული შეგვახსენებს და ტაძარი ღვთისა კიდე რას ნიშნავს? ტაძარი ღვთისა ნიშნავს იმას, რომ ჩვენში ღვთისმსახურება უნდა აღევლინებოდეს. ღვთისმსახურება შიგნით, გონებით გულში აღსრულებული. ამას მამა ემილიანე სიმონა პეტრელი ათონელი აი წმინდა მოძღვარი მართლაც ალბათ მისი კანონიზაციას თავის დროზე მოხდება, ბევრჯერ საუბრობს ამ თემებს და პირდაპირ ახსენებს. ლიტურგია, თითოეული ადამიანის ლიტურგია. ლიტურგია თითოეულ ადამიანში აღსრულებული. შესაბამისად, ნებისმიერი სიტყვები, რომელიც შეიძლება მღვდელზე იყოს უფრო მიმართული, თითოეულ ადამიანს ეკუთვნის, იმიტომ რომ თითოეული ადამიანი თავის თავში ღვთისმსახურია, თითოეული ადამიანი თავის თავში ტაძარშია, სადაც ღვთისმსახურება მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს. და აი მათ מחარებელი რამდენიმე ამონარეს გეტყვით, გახსოვთ ეს სიტყვები, ეხლაც აღმოვიკითხეთ, ვაი თქვენთან, ნუ ეხლა გესმით, ცოტა ძიმეა, ხო, როდესაც სამყაროს შემოქმედი, რომლის ხელშიც არის აბსოლუტურად ყველაფერის ყოვლის პრობელია, გეოშენს გიყურებს და ვაი. აი რა, როგორია, ხო? ვაი შესაწყალო, ვაი თქვენ და მწიგნობარო და ფარისეველო. ახლა ეს ფარისეველის მარტო ფარისეველს იტყო და ფარისეველი ხო რელიგიური პარტია იყო, გარეგანის ჟულის აღსრულებლები ხო, რაღაც ესია ტექნიკური ტერმინად იქცა დღეს, მაგრამ იქვე მწიგნობას რატო ამატებს? იმიტომ რომ ხაზს უსვავს, რომ ეს რელიგიური ადამიანები უაღრესად განათლებულნი იყვნენ თეოლოგიურად. უაღრესად განათლებული, საღვთისმეტყველო თვალსაზრისით განათლებულები იყვნენ. არც რელიგიურობაა ცუდი, ზედმიწევნითი და არც განათლებაა ცუდი. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ტექნიკური ტერმინებად როიქცა ფარისეველი და მწიგნობარი, რატომ არის ცუდი? რატომ და? რამე თუ ათეულსა მიიღებთ პიტნაკისა, ცერეცოისა და ძირაკისა, ეს მწვანილებია. მწვანილებზე კი არ საუბრობს. ესე იგი, მათ ქონათ ესეთი პრინციპი, რომ შემოსავლის მიათედი შეეწირათ ღმერთისთვის. ეს ძველი აღთქმის ტრადიცია, მიათედს შემოსავლის მიათედს წირავდნენ ღმერთს. ფარისევლები იმდენად ზედმიწევნით ასრულებდნენ, რომ რაც არ ევალებოდათ, იმასაც კი ასრულებენ და აი მწვანილებს, პიტნას, რაღაც ცერეცოს და ეგეთ მწვანილებსაც გადაარჩევდნენ და მიათედს ღმერთს წირავდნენ. ნუ ტაძარში მიქონდათ. და ამას აკეთებთო თქვენო, გარეგან ჟულს. და შედეგად რას ვიღებთო? და ამასთან ერთად რას შვებითო? დაგიტევებიეს უმძიმესი ჟულისა, ანუ მთავარი, ძირითადი, უმძიმესი. და რა? სამართალი, წყალობა და სარწმუნოება. რომელ სამართალზეა საუბარი? ღვთის სიმართლეზე, კურთხეულ ხარ შენ უფალო, მასწავლემე სიმართლენი შენ. საკუთარი სიმართლე ქონდათ, გახსოვთ პილატეს ეუბნებიან, ჩვენი ჟული გვაქვს და ჩვენი ჟულით მას ეკუთვნის სიკვდილი. ანუ ჩვენი ჟული, ჩვენი სამართალი გვაქვს. და ჩვენ სამართალს არ შეუძლია ქრისტეს ცნობა. არ შეუძლია. სანამ ჩვენი სიმართლე გვექნება, სანამ ჩვენი ნებით ვიმოქმედებთ, ჩვენ არ შეგვეძლება ქრისტე ვიცნოთ. შეიძლება აქ იყო ეზიარებოდე, აღსარებელი, მაზიარებელი, მაგრამ ეს არ შველის, ქრისტე უნდა შენს გულში რომ შემოვა და შეგეხება, უნდა იცნო. და იმ მიმართულებით უნდა გახსნა გული, რა მხრიდანაც ქრისტე გეხება, გიკაკუნებს და თუ ვერ ცნობ, ვერ გახსნი. გესმის, ზოგს ეშმაკის მოქმედება ამის მაგალითების მეტი რა გვაქვს, ძმებოდადებო. დღესაც სოფლიო ისტორია იცნობს, ეხება ეშმაკი და ადამიანს გონია ღმერთი. გესმით? რა შველის ამ ვერაფერს ვერ უშველის ეს ადამიანს. ეს თავის სიმართლეში ისია. ასეთმა მდგომარეობამ ქრისტე მოაკვლეინა და მამა თეოდორეს და მამა ლუკას მოусმენენ. ასეთმა მდგომარეობამ ქრისტე გაწირა და ქრისტეს არ მოусმინეს. ეს ისეთი საშიში მდგომარეობაა. როცა ადამიანი ვერ ცნობს ქრისტეს,
და ეშმაკის დემონური ენერგია და მისი ნება და მისი სიმართლე საკუთარი სიმართლის ჩათვლით გონია სინამდვილე. ამიტომ ეს სიმართლე, სამართალი დაგიტოვებიათ, ეს არის მთავარი და გარეგანს გადაყოლილი გესმის? ამ დროს თავარს ივიწყებ წყალობა, რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი არა ღვთისნებით, არამედ საკუთარი ნებით მოქმედებს, ის გულმოწყალე აღარ არის, ვეღარ არის, იმიტომ რომ გულმოწყალებას ხელს რა უშლის? ეგოიზმი. ვის არა აქვს ეგოიზმი? ყველას აქვს ეგოიზმი. ხო და თუ ჩემი სამართალი ამ ესე იგი ეგოიზმს კიდე წყალს დაასხავს, დამთავრებული საქმეა, მე ვერ ვიქნებ ისე მოსაჩვენებლად, მე რომ ეს სიამოვნება, აი რა კეთილი ვარ, მივეცი, დავეხმარე, გავეცი, დავეხმარე, თავზე ხელი დავადე, მოვეფერე, აბა შენიცი და ამ დროს კი, მაგრამ როდესაც ის ჩემს ეგოიზმს შეეხება, ვერაფერს ვერ გავცემ, ვერავის ვერ ვანუგეშებ, გესმით? იმიტომ რომ არ შემილია ვიყო, ეგოის არ შეუძლია იყოს მოწყალე. არ შეუძლია. იმიტომ ეს ეგოისტია. და ეს საიდან გამომდინარეობს? იქიდან რომ საკუთარი სიმართლით მოქმედებ და არა ღვთაებრივი. და სარწმუნოება და ბოლოს ამით წყლენა არა გაქვთ. როგორ შეიძლება ადამიანს ქრისტეს ღმერთობის წამდეს და ქრისტეს არ ემსგავსებოდეს, ქრისტეს საწინააღმდეგო იყოს. შეიძლება აი ამ საკუთარი სიმართლით და უწყალო გულით მას როგორც ძველ იუდეველებს ღმერთი სხვა ვინმე ეგონა და სხვა ვინმე ყოფილა, თანამედროვე ფარისევლებს, რომლებიც ეკლესიაში ვართ, ქრისტეს სხვა ვინმე ყოფილა და სხვა ვინმე გვგონია. რა მნიშვნელობა აქვს ახლა ელოჰიმს დაარქმევ, საბაოთს დაარქმევ, თუ ქრისტეს დაარქმევ, ყველანი ეს ღმერთის სახელებია. სახელში კი არ არის იმდენად საქმე, რამდენად ამ სახელის უკან ვინ არის, იმას რო ვერცნობ და სხვა ვინმეა და სხვა ვინმე რო გგონია. გესმით რა შეასაკ. ამიტომ დიახაც ადამიანი შეიძლება ქრისტიანი ვარო იძახდა ქრისტეს ეკლესიაში იყოს და ქრისტეს სახელით ლაპარაკობდეს, მაგრამ როგორც ისინი ვერ ცნობდნენ ღმერთის სახელის უკან ვინ დგას, ვერ იცნეს, ჩვენც შეიძლება ვერ ვიცნოთ ასე. ვაი თქვენ ხო და მე ამბობს ნახეთ, გარეგანს კი არ უარყოფს. ესე ჯერ იყო საქმეთ, ეს თავარი, იგი არა დატოვებათ, არო გარეგან ჟულს კი არ უარყოფს უფალი. შესაწირავს აკეთებ ძალიან კარგი, მაგრამ ის თავარი არ დაგჩეს და ესეც არ უნდა დაუტოვო. და თავარი ის არის. ვაი თქვენ და მწიგნობარო და ფარისეველნო, ორგულნო, თან ორგულს ამატებს მარტო, ესე იგი მწიგნობარი და ფარისეველი ორგული, იმიტომ რომ რატო ორგული? როგორც რაც იციან, როგორც ღვთისმეტყველება და როგორც ცხოვრობენ რელიგიური ადამიანებმა, მათი გული საპირისპიროა, ამიტომ არის თითქოს ორი გული აქვს ადამიანს. რამე თუ განსწმენთ გარეშე სასუმელისა და პარაფსიდისასა, ანუ ჭურჭლებს კალწმეთ გარედან, ხოლო შიგნიდან სავსე არიან ნატაცებითა და არაწმინდებითა, ფარისეველო ბრმაო, განწმინდე პირველად შინაგანი იგი სასუმელისა და პარაფსიდისა, რათა იყოს გარეშეცა იგი მისი წმინდა, ანუ გულისხმობს სინამდვილეში საკუთარ ჭურჭელს ადამიანი გეუბნება, რომ გარეგანს რო ალამაზებ ამშვენებ, შინაგანი გაწმინდე, რომ გარეგანიც სუფთა იყოს, იგივე ისევ შინაგან ცხოვრებაზე მიგვანიშნებს. რა უშველოთ ამ მდგომარეობას? როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან? რა უნდა გავაკეთოთ? როგორ უნდა ვიცხოვროთ? აი პავლე მოციქული ესე გვმოძღვრავს დღევანდელ საკითხავშივე, ასე მეორე კორინთელთა მიმართ ეპისტოლა. ესეთ რამეს ამბობს. მადლობას ეუნება ღმერთს, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის გვანიჭებს ძლევას საკუთარ ეგოიზმზე, საკუთარ ფარისევლობაზე, საკუთარ სიმართლეზე, გესმით, აი ამაზე ძლევას გვანიჭებს ქრისტეს მიერ. ჩვენ თვითონ ვერა, ჩვენ ვერც დავინახავთ საკუთარ ეგოიზმს, ვერ დავინახავთ და ვერაფერს ვერ დავაკლებთ მას. ქრისტეს როგორც ადამიანი ვერ ამოვა ორმოს ჩავარდილი, საკუთარ თავზე თუ მოკაჩავს ის ორმოდან ვერ ამოვა. აი ასევე ვერ ამოვა თავისი ეგოიზმიდან ადამიანი. ესე იგი ქრისტეს მიერ გვანიჭებს ძლევას, შემდგომ რომ ქრისტეს მიერ თუ გადავრჩებით ამ ეგოიზმის და ამ ფარისევლობის ორმოდან თუ ამოვალთ, მერე ჩვენი მეოხებით ავრცელებს ყველგან თავის შემეცნების სუნელი, ანუ კეთილსურნელებაზეა საუბარი. თავის შემეცნების სურნელს ავრცელებს, აი როგორც მაგალითად ტკბილ ხარ შენ უფალო, ხო? ტკბილ ხარ შენ უფალო,
და განიცადე და იხილეთ რამე თუ ტკბილ არ სუფალი, ასევე სუნელება. ტკბილი გასაგებია ხო რაღაცა გემრიელი სუნელება, მირონის სუნი თქვა ამ შემთხვევაში საკმევლის მირონის სუნი და სუნელება, კეთილსუნელება, შემეცნების სუნელი, ანუ ის რომ ღვთის სიტყვა რომ მოდის, რომელსაც ახლავს არა მარტო აზრი, არამედ აზრის შესაბამისი ენერგია, აი ფარისეულურ თეოლოგიას არ ახლავს აზრის შესაბამისი ენერგია. ცარიელი სიტყვებია, რაც არ უნდა სწორად იყოს დალაგებული. ხოლო ღვთის სიტყვა იმით კი არ განსხვავდება მხოლოდ სხვა სიტყვისგან, რომ სწორად არის დალაგებული ფრაზები და სწორ აზრს შეიცავს სემანტიკურად, არამედ ენერგია მოყვება მაგას. ეს წმინდა წერილიდან ვიცით ჩვენ, რომ ქრისტეს სიტყვები იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ მას ენერგია მოყვებოდა, საღვთო მადლი მოყვებოდა. ეს არის მნიშვნელოვანი და ეს ენერგია არის როგორც სუნელება, ადამიანი გძნობს ამას, განიცდის ამას და მისდევს ამ ენერგიას, ხო? სხვა სიმბოლოა კიდე სინათლე და ასე შემდეგ. ანუ სხვადასხვანაირად წმინდა წერილი გვაჩვენებს, რომ საღვთო ენერგია რომ მოდის ამ შემთხვევაში სიტყვით, ადამიანები ამას გძნობენ და განიცდიან. და ამიტომ ამბობს, შემეცნების სურნელი ვართ, ჩვენს მიერ ვრცელდება, თუ ჩვენ ქრისტეს მიერ დავამარცხებთ ჩვენში ეგოიზმს და ფარისეულობას, ჩვენს მიერ პავლე მოციქული ამბობს, ესე იგი ვრცელდება შემეცნების, ანუ შეცნობის ღმერთის, ანუ შემეცნება ღმერთის შემეცნება არის მარადიული სიცოცხლე, როგორც უფალი განმარტავს, და ეს მარადიული სიცოცხლის სურნელი ვრცელდება. ადამიანები გძნობენ ინტუიციურად, ვისაც ეს უნდათ. და რა თქმა უნდა, ამას აკეთებდნენ მოციქულები და ამას უნდა ვაკეთებდეთ ჩვენ როგორც ეკლესია, სასულიერო პირები პირველ რიგში და რა თქმა უნდა თითოეული ადამიანი. და მე თვითონ ამბობს, რამე თუ ქრისტეს სურნელი ვართ ღვთის წინაშე, რამხელა სიდიადეა, რომ აი ამ პარადისობის სურნელს ავცელებ შენ ადამიანი და რამხელა პასუხისგებლობაა, რომ შენ უნდა იყო ასეთ, როგორც ქრისტეს ნათელი უნდა იყო, ისე ქრისტეს სურნელი უნდა იყო და ეს კეთილსურნელება უნდა გაავრცელო ყველგან. როგორც ხსნის, ისე დაღუპის გზაზე დამდგართათვის, ზოგისთვის სიკვდილის სურნელი სასიკვდილოდ, ზოგისთვის სიცოცხლის სურნელი სასიცოცხლოდ. როგორც განმარტებულები ამბობენ, პავლე მოციქულს მოაქვს მაშინდელი რომის იმპერიის გამოცდილება, როცა რომის იმპერია ბრძოლაში იმარჯვებდა, ტყვეები მოყავდა, ძალიან დიდი რაოდენობით გუნდრუგს აკმევდნენ, კეთილსურნელოვან გუნდრუგს, რომელიც იყო გამარჯვების სიმბოლო რომაელებისათვის, მაგრამ იმ ტყვეები უნდა დაეხოცა და ტყვეებისათვის სასიკვდილო განაჩენის მომასწავლებელი იყო ეს კეთილსურნელი და ესე იგი გამარჯვებულებისათვის ბედნიერების მომასწავლებელი სურნელი იყო და ეს სიმბოლო მოაქვს პავლე მოციქულს. რა სიმბოლო? რომ ის ვინც მარადისობას გულწრფელად ეძებს, მისთვის ეს კეთილსურნელება, ანუ ღვთის სიტყვა ბედნიერების მომასწავლებელია, ხოლო ვინც არ ეძებს, ვინც თუნდაც ეკლესიაშია, მაგრამ მას არ ეძებს უანგაროდ ღმერთს, მისთვის ეს არის პირიქით დაღუპის მომასწავლებელი, იმიტომ რომ უდიდესი პასუხისგებლობის წინაშე დადგება თავის დროზე, რომ ეს კეთილსურნელი მასთან მოვიდო და ვერ მიიღო, ვერ აღიქვა, ვერ გაითავისა, გესმით? ასევე ზოგიერთი განმარტებით მირონის სურნელებას ადრიან და მე არ ვიცი, არ ჩამიტარებია ეგ ექსპერიმენტი, მაგრამ თუ ამბობენ, რომ ღორს რომ მირონის სურნელი მიუტანო, ღორი გარბის იგუდება, არ შეუულია. ხო და აი ძალიან კაი სიმბოლოა, თუ ეს მართალია ყოველ შემთხვევაში, სიმბოლო ძალიან საინტერესოა, რომ ატანა არა აქვს ღორს მირონის სურნელის. გესმის და თუ ჩვენ ურწმუნოების ღორობაში ვიქნებით, ჩვენც ატანა არა გვაქვს ჭეშმარიტი ღვთის სიტყვის, რომელიც მოგვიწოდებს თავდაბლობისკენ, სიმშვიდისკენ, მორჩილებისკენ, გულმოწყალებისკენ, უანგარო სიყვარულისკენ, გესმის, აქ ქრისტეს ბოლომდე თავგანწირული ერთგულებისკენ, მოყვასის სიყვარულისკენ, ისე როგორც საკუთარი თავისადმი სიყვარულისკენ, ამის ატანა ადამიანს უპრეტენზიობისკენ, არაეგოისტური ცხოვრებისკენ, გესმის, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომელი ერთი მტრის სიყვარულისკენ გნება, მარჯვენა ლოყის მიშვერისკენ, რომელი ერთი განუკითხველობისკენ, გესმის, თავგანწირვისკენ, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. ამის ატანა არა აქვს ადამიანს. ადამიანი ხო პრეტენზიულები ვარ, ხო გოროზნი ვარ, ხო. აი ეს არის. ამიტომაც ჩვენთვის დამახჩობელი შეიძლება აღმოჩნდეს ეს ღვთის სიტყვა, რომელიც აი პავლე მოციქულის სხვაგან ამბობს, מחვილივით არის, გაკვეთს მთლიანად ადამიანს და ესე იგი ეს იმდენად აღწევს ყველა სიღრმეებში ადამიანის არსებისა. ხო და ეს სადარჩებით, სად ვიქნებით, რომელ მხარეს ვიქნებით, გესმის, როგორ შეგვეხება ჩვენ ეს მახვილი, რანაირად გვაცხონებს, დაგუპავს, გადაგვარჩენს. ქრისტე ასევე მაცხვარი რო იბადება სვიმონ მიმრქმელი რას ამბობს ქრისტესზე, რომ მის წინაშე ზოგი დაეცემა, ზოგი წამოდგება. ვინ ვარ მე, დაცემული თუ წამომდგარი ფეხზე, ვინ ვარ ქრისტეს წინაშე?
ლუსტრაცია ხდება თითოეული ადამიანის. არ აქვს მნიშვნელობა ის შეიძლება რელიგიური იყოს, მაინც ლუსტრაცია ხდება მის შიგნით რა ხდება. თუ ადამიანი თავდაბლობისკენ არ იზრდება, მორჩილებისკენ არ იზრდება, არაპრეტენზიულობისკენ არ იზრდება და ასე შემდეგ, ის დაცემულია. რაც არ უნდა ეკლესიაში ყოველ დღე იყოს და ყოველ დღე ზიარებოდეს. სხვას ვის შესწევს ამის ძალა, ვინაიდან მრავალთა მსგავსად როდი ვბღალავთ ღვთის სიტყვას, არამედ წრფელად, როგორც ღვთისგან, ღვთის წინაშე ვქადაგებთ ქრისტეს მიერ, ვის შეუძლია რომ კეთის სურნელი იყოს, ვის შეუძლია პავლე მოციქული ამბობს. მრავალი ბღალავსო ღვთის სიტყვას, რითი იბღალება ღვთის სიტყვა? აი ამ ორგულობით, როცა ერთს ამბობს და გული მეორე მდგომარეობაში, ანუ ფარისეველი და როცა ქადაგებს ჩემნაერი იბღალება ღვთის სიტყვა, გესმით? უნდა გული მოსდევდეს იმას. ცეცხლი უნდა იყოს გულში. არამედ წფელად, როგორც ღვთისგან, ღვთის წინაშე ვქადაგებთ ქრისტეს მიერ, როგორც ღვთისგან, აი როგორც ღმერთი იტყო და ისევ ამბობთ, პავლე მოციქული ამბობს. ღმერთის წინაშე ვდგავართ, სრული პასუხისგებლობით ვამბობთ ამას. ქრისტეს მიერ ვამბობთ, აგზელებს პავლე მოციქული, ანუ გულში ქრისტე მყავს, მე კი აღარა ვარ ცოცხალი, ჩემში ცოცხლობს იესო ქრისტე, ამბობს პავლე მოციქული და ამიტომ მის სიტყვას აგე 2000 წელზე მეტი გავიდა. რა ძალა აქვს მის სიტყვას? ვერ გზნობთ პავლე მოციქულის სიტყვას? როგორი ძალა აქვს, ხედავთ? რატო დრო ვერაფერს ვერ აკლებს? ის დროის მიღმა მარადიულია, გესმით ეს პავლე მოციქულის სიტყვები. ის არ ზველდება არასოდეს. იმიტომ გეუბნებით, იკითხეთ, ეს არის სულ ცოცხალი, რაღაც საოცარ ენერგიას ატარებს. ხო, მოქმედებთ პავლე მოციქული ამბობს და მე ამბობს, ჩვენი წერილი თქვენ ხართ. ანუ მე მოქმედებ, აი როგორც ახლა მწერალი, დავწერე რაღაცა, ხო, ჩემი შემოქმედება და შემოქმედება სად არის? და თქვენ ახართ ეს შემოქმედება, პავლე მოციქული ამბობს. ანუ ჩვენ ვართ პავლე მოციქულის შემოქმედება. აი დღეს თუ ჩვენ გულში ცოცხალი რწმენაა, გამოდის რომ ჩვენ ვართ ის პავლე რო წერდა, იმის ნაყოფები ჩვენა ვართ. თუ ჩვენში ცოცხალი რწმენაა, ჩვენი წერილი თქვენ ხართ, ჩვენს გულებში ჩაწერილი, ნახეთ რა საოცრად ამბობთ. ჩემი დაწერილი წიგნი შენ ხარ, როგორ ჩემ გულში გწერდი შენ. ჩვენს გულებში ჩაწერილი, ყოველი კაცისთვის გასაგები და მათ მიერვე წაკითხული, ანუ მაგრამ ისევ წერთ, რომ თითოეული ადამიანი ამას გაიგებს, თუ უარს არ იტყვის თვითონ. გაიგებს და თან კითხულობს, უნდა წაიკითხო, რას გეუბნებით. გესმით? ამას გვეუბნება პავლე მოციქული. თქვენ ცხადყოფთ, რომ ქრისტეს წერილი ხართ, რითი ცხადყოფთ? თქვენი ცხოვრების წესით გვანუგეშობს პავლე მოციქული. ესე იგი, იმედს გვაძლევს, რომ მისმა შრომამ გამოიღო ნაყოფი და ეს ნაყოფი არსად არ წასულა. თქვენ ახართ ეს ადამიანები და ეს ჩვენ უგეშს გვაძლევს. მაგრამ ნახეთ, აქ ძალიან მნიშვნელოვანია. წერილი ხართ და კითხულობთ, ანუ თქვენ იგებთ, ვინც ღვთის სიტყვას ვერ იგებს. ვერ იგებს რა. და ერთ-ერთი ნიშანი ცით რა არის, რომ ვერ იგებს? აი წმინდა წერილს, რაც არ უნდა კურთხევა მისცენ, ვერაფრით ვერ კითხულობს რა. არ უნდა მის წაკითხვა. ვერ იგებს, კაცო, როგორ შეერთხელ წაიკითხავ ორჯერ 100-ჯერ, მაგრამ რო ვერ იგებ, რატო ვერ იგებს? რატო? სულელია, უგუნურია? ჯამთელი ადამიანი რატო ვერ იგებს? იმიტომ რომ გული არ იხსნება მისთვის. მისი გული არ იხსნება უფლისათვის. ამიტომ ვერ იგებს. მაგრამ პავლე მოციქული ამ შემთხვევაში გველაპარაკება, რომ ჩვენ უნდა გავიგოთ ეს, ჩვენ მკითხულობთ ამას და თქვენ ცხადყოფთ ჩვენი ცხოვრების წესით, ანუ თქვენ ცხადყოფთ, რომ ქრისტეს დაწერილი ხართ, ანუ ჩვენს გულზეც არის გამოწერილი. ჩვენი მეოხებით შეთხზული, ოღონ, ანუ ჩვენ დაწერილი წიგნები ხართ, ოღონ მელნით კი არა, არამედ ცოცხალი ღვთის სულით დაწერილი, არა ქვის ფილაზე, არამედ ხორციელი გულის ფიცარზე. თუ თქვენ გულებში არ იწერება ღვთის სიტყვა, კეთილსურნელება რომ ზდევს მას, სინათლე რომ ზდევს მას, თუ თქვენ გულებში არ იწერება და გესმით გულით გაგებული ეს რა არის, გავიგე და კი არა, ჩემი რო ხდება, აი ჩემი ადამიანი რო ლოცულობს და თითოეული სიტყვა თავისი რო გახდება. გესმის უმტკიცესი და უძურფასესი სავედრებელი და სათხوارი რო გახდება ღვთის წინაშე ლოცვის თითოეული სიტყვა, რომელიც ხელში უწირავს და კითხულობს, აი ასე და ამგვარად რომ ამოიტვიფრება გულზე უფლის სიტყვები, როგორც ეგნატე ღმერთშემოსილი რო აწამეს და ლომება რო დაგლიჯეს და მერე ჯალათმა რო გული გაუხსნა, იძახდაო ჩემს გულში ქრისტე მყავსო და ნახოთ ვინ ყავსო და გარდმოცემა ესეა რომ გულში ამოტვიფრული იყო იესო ქრისტეს სახელი. აი როცა აი ამგვარად სასწაული მოხდა, როცა აი ამგვარი გული გვექნება, მაშინ რა თქმა უნდა ეს სიტყვები ჩვენთვის გასაგებიც იქნება, ძვირფასიც იქნება.
აი ასეთი ნდობა გვაქვს ქრისტეს მიერ ღვთის მიმართ. ამიტომ კი არა გვაქვს ასეთი ნდობა, პავლე მოციქული ამბობს, რომ ვითომ შეგვეძლოს ჩვენით ვიაზრებდეთ რამეს, არა. ღმერთმა მოგცა იმის ძალა, ყველაფერი ამის ძალა, რომ ვიყოთ ახალი აღთქმის მსახურნი, ანუ ქრისტეს საქმის გამგრძელებლები. აი ესეთი უნდა იყოს ქრისტიანი, ეს არის მართლმადიდებლობა. და თუ ესეთები არ ვიქნებით, ტყილა ვართ აქ მაშინ. მაშინ როგორც პავლე მოციქული ამბობს, ჭამოთ, სვათ, მაინც უნდა მოუკვდეთ უაზროდ. ადამიანი უაზროდ კვდება. თუ ღმერთთან არ არის, ადამიანი კვდება უაზროდ. თუნდაც 100 წელი იცოცხლოს, მოკვდება უაზროდ და ამთავრდება. და თუ უაზროდ ვარ ეკლესიაში, აზრი არ აქვს და თუ არ მინდა რომ უაზროდ ვიყო, მაშინ უნდა ვიყო ისეთი, როგორც პავლე მოციქული მეუბნება. ეს დაწერილია ჩვენთვის, თითოეული ჩვენგანისთვის. ჩაუღმავდეთ წმინდა წერილს, ჩაუღმავდეთ წმინდა მამებს, ჩაუღმავდეთ ღვთისმსახურებას და არ მივცეთ ჩვენ თავს დაზინების საშუალება, ფიზიკურ ძილზე არ ვსაუბრობ, სულიერ ძილზე ვსაუბრობ, შემოულაწუნოთ ხოლმე, ცივი წყალი გადავასხათ, გამოვაფხიზლოთ, რომ სანამ არ გავხდებით ისეთები, როგორებიც პავლე მოციქულია და პავლე მოციქული ვისაც მიმართავს. და როცა ეს ერთ-ერთი ნიშანი იქნება ისო ჩვენ პავლე მოციქულის სიტყვებს გავიგებთ. მივხვდებით რას გვეუბნება, რა უნდა ჩვენგან. რას მოითხოვს. ვიგებთ თუ არ ვიგებთ ჩვენ. და იმედი მაქვს, რომ გვინდა მაინც რომ გავიგოთ და უფალი შეგვეწიოს ამი. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.